უკვე გაიგეთ რა იქნება 2026 წლის ფერი. თუ ჯერ არა, მაშინ მოემზადეთ, რადგან Pantone-ის ფერების ინსტიტუტის არჩევანი იმაზე უცნაურია, ვიდრე წარმოგედგინეთ. Pantone-ის ფერების ინსტიტუტის წლის ფერის გამოვლენას ყველა ელის. ის ხომ ჩვენი კულტურის სულისკვეთების ანარეგლია. დიზაინერები წელს მწვანეს პროგნოზირებდნენ, თუმცა Pantone-მა ყველა გააოცდა 2026 წლის ფერად თეთრი გამოაცხადა. არჩევანის სახელად Cloud Dancer. იმაზე მეტად დამუხტული აღმოჩნდა, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა. სოციალურ ქსელებში მას უკვე უწოდეს დისტოპიური და რეალობას მოწყვეტილი. კრიტიკოსები თვლიან, რომ დღევანდელ მძიმე პოლიტიკურ კლიმატსა და ამერიკის ანტისაემიგრაციო რიტორიკის ფონზე თეთრის არჩევა მინიმუმ უხერხულია. თუმცა ფერების ინსტიტუტი ამას სულ სხვაგვარად ხედავს. მათთვის თეთრი სიმშვიდის სიმბოლოა გადაღილ საზოგადოებაში. ინსტიტუტის თქმით, ეს სწორედ ის ფრთხილი ელფერია, რომელიც ქაოსის დროს დაფიქრებისთვის გვჭირდება. Pantone-ისთვის ეს მხოლოდ მოდა არ არის. 1999 წლიდან მათი ექსპერტები მთელ მსოფლიოში ეძებენ ფერს, რომელიც საზოგადოების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასახავს. მაგალითად, 2021 წლის ნაცრისფერი და ყვითელი პანდემიურ გამძლეობაზე მეტყველებდა. მათი ყოველი არჩევანი გზავნილია იმაზე, თუ რა გვაკლია ან რისკენ მივისწრაფით. არის Cloud Dancer-ის სიმშვიდის მომტანი თეთრი დროშა, თუ პრობლემებზე თვალის დახვიჭა. ფაქტია, ამ არჩევანმა იმაზე დიდი კამათი გამოიწვია, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ფერმა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ამართლებს Pantone-ის ფერების ინსტიტუტი ამ არჩევანს ჩვენ დროში? მეტი სიახლეებისთვის ფერებისა და დიზაინის სამყაროში არ დაგავიწყდეთ გვერდის გამოწერა.